Edition 1-ის მერე 3 წელი დაგჭირდა, რომ Edition 2 გამოგვეშვა. 22-ში გამოვიდა Edition 1, 25-ში დაბადების დღის აღსანიშნავად, 5 წლის თავის აღსანიშნავად Edition 2. 3 შოტლანდიური single malt-ის ბლენდია, Highland Park-ის, Cool-ილას და Singleton-ის, რა ასაკების და ასე შემდეგ მაგებს არ გეტყვით, ეს პროცენტულობას არაფერს არ გეტყვით, ეს არის საიდუმლო. და მთავარი ბლენდი, single malt-ების ბლენდი დაძველებული არის ხვანჭკარას კასრში. ვახშე გენაცვალა. პირველად დედამიწაზე. მივესალმები ყველას, ეხა ხელთ მაქვს ვისკის მოყვარულთა კლუბის მეორე რელიზი, ხო? რომელიც არა მარტო ჩემთვის, ყველასთვის ძალიან საინტერესო იყო. ბევრს ალბათ აქედან არომატი სურნელი არ იგზნობა მანდ, მაგრამ არ დატოვეს მოკლედ უკმაყოფილოს არავის. ანუ ყველა სეგმენტს ერგება რა არომატით, გემოთი და ნუ იმით რომ ლევანის წარმოება და კიდე შრომა დაიხარჯა და ქართული პროექტია ესე რომ ვთქვა. წარმატებები და მომავალში უფრო კარგი ხაზი და უფრო მრავალფეროვანი ხაზი. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა დიდი. წარმოგიდგენთ ვისკის მოყვარულთა კლუბის დისტილერიის ვისკის ძალიან საინტერესო რელიზი. ბეჭ 2. აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, ესე მგონია, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულია. ვისკის მოყვარულთა კლუბში და ვისკის სამყაროში ზოგადად მე მგონი ესეთი ვისკი მართლა განსხვავებულია ძალიან. საინტერესო ბლენდია, 3 single malt-ი არის დაბლენდილი. პირველი რაც მოდის ეს არის ქაღილას გემო, ეს ტორფი მოაქვს. ასევე იგზნობა Singleton-ის სიტკბოები. რაც შეეხება ჩიპსებს, ანუ თვითონ ხვანჭკარის გემო ვერ ვიგზენი, მაგრამ ძალიან იგზნობა ჩიპსის სიცხარე, ეს თეთრი პილპილი, შავი პილპილი. ხო, Highland Park-ი ვერ ვიგზენი. საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია. მომეწონა გემრიელი ვისკია, აუცილებლად დავლო კიდე ერთხელ. თავიდანვე, ჯერ საინტერესო ახსნა ქონდა. მე ძალიან საინტერესოა თუ სადმე ქართულს ხედავ და გძნობ და მეუბნებიან, მით უმეტეს ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და აი პირველივე დაგემოვნებაზე ესეთი ჭეშმარიტი ნამდვილი ის ქონდა, რა ქვია, ემოცია მქონდა. ძლიერიც არის, იგზნობა კიდეც. და ხასიათი ქართული, გემოვნებას ტრადიციული, მაგრამ ამავდროულად ცოტა განვითარებული და რა ვიცი. ძალიან სასიამოვნო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბოთლია და დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი სახში ერთ წელს. საოცრებაა. მე პირველ რიგში ყველას ურჩევ, რომ შეიძინონ და დალიონ. ჩემთვის აი პირდაპირ ვიტყვი, რომ არტბეგია. არტბეგი თუ არტბეგის ძმა მაინც არის. ტორფი კარგად იგრძნობა. ძალიან ბევრი გემოები აქვს. ცხვირი საოცარი აქვს. აი ძალიან კარგია. მოკლედ ძალიან დიდხანს ველოდეთ, ძალიან დიდხანს ველოდეთ ამ მეორე გამოცემას, მაგრამ შედეგმა ყველანი მოლოდინის გადააჭარბა. ამდენ ლოდინად ღირდა. ღირდა იმიტომ რომ არის სრულიად განსხვავებული ბლენდი, ღირდა იმიტომ რომ არის 3 ძალიან თვალსაჩინო და ძალიან გამორჩეული თავისი ხასიათით შოტლანდიური დისტილერია, ღირდა იმიტომ რომ ხვანჭკარას ჩიპსებზე არის შემდგომ ეს ყველაფერი დაყენებული და მივიღეთ აი ძალიან საინტერესო უგემრიელესი სიმბიოზი. ჯერ მარტო ფერ შეხედეთ როგორია.
გემოზე აღარაფერს აღარ ვიძახი, საოცარი გემო აქვს მართლა, ასე რომ დიდი მადლობა კლუბს იმისთვის. მადლობა იმისთვის არა რომ დიდხანს გვალოდინეს, მადლობა იმისთვის რომ ასეთი კარგი რამე გააკეთეს. მადლობა. Edition ნომერი 2, რაც შემიძლია რო თქვა, არის სინამდვილეში ნომერი 1. ძალიან მაგარი ვისკია, აი კომპლექსური, ჩვენ რაც გვიყვარს, თავარი რაც არის, ტორფი ძალიან საგრძნობლად მოაქვს, ტკბილი, სეთოვანი და უგემრიელეს. ვისკის კლუბს გაუმარჯოს. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მობრძანებისთვის, თანადგომისთვის, მეგობრობისთვის. ჩვენი შემდეგი ფესტივალი გაიმართება ბათუმში 23 აგვისტოს შერატონში, სასტუმრო შერატონში და ყველას გელოდებით მობრძანდით გაერთოთ.